რაც შეეხება აფრიკის რქას, სომალის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის უფროს მრჩეველს არაბულ და აფრიკულ საკითხებში, მასად ბულოს კაიროში. მოგადიშომ განსაკუთრებით ბრძნობიარე პერიოდში აფრიკის რქისთვის, ვაშინგტონთან ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ისრაელმა უკვე აღიარა სომალილენდი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინ როცა ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს სომალის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. Somalilandისთვის კითხვა ისაა, ნიშნავს თუ არა ეს შეხვედრა მხოლოდ აშტშ-ის არსებული პოზიციის განმტკიცებას. თუ კი ეს არის ახალი ამერიკული მცდელობა, შეაჩეროს მისი კამპანია ფართო აღიარებისთვის. საკითხის დეტალურად განსახილველად ეხლა ჩვენთან ერთადაა საიდ იბრაჰიმი, Somaliland Chronicle-ის რედაქტორი. საიდ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს 24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. როგორ აღიქვამ სომალილენდი ამ შეხვედრას სომალის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მასად ბულოს შორის? რა ინფორმაციას შეგიძლიათ გაგვიზიაროთ? რამდენიმე საკითხია, იცით და თქვენ ეს საკმაოდ კარგად დაალაგეთ. ეხლა სომალია საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავს ლობირების მცდელობებზე, რაც რეალურად არ შეუძლია. და მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ბატონი ბოლოსი, სამწუხაროდ ის მარკო რუბიო არ არის. და ეს არის ყველაზე მაღალი დონის ვაშინგტონელი ოფიციალური პირი, რომელსაც სომალის მთავრობა რეალურად, ესე ვთქვათ, თითქმის ჩაუსაფრდება შეხვედრის კულისებში. ასე რომ გულწრფელად რო ვთქვათ, ეს უფრო ფოტოსთვის გამიზნული შეხვედრაა, ვიდრე რაიმე არსებითი. ეხლა თუ ცდილობთ შევაფასოთ, როგორ ხედავს სომალს შეერთებული შტატები, კერძოდ კი პრეზიდენტი ტრამპი, მან რეალურად გამოიხენა, იცით, გარკვეული სიტყვები. სამწუხაროდ მათ შორის თქვა, რომ ეს მეოთხე სამყაროს ქვეყანაა და რომ ეს საერთოდაც არ არის ქვეყანა. ასე რომ ეხლა საქმე ისაა, რომ სომალისთვის დაფინანსების წყარო, როგორც დახმარების, ასევე სამშვიდობო მისიების დაფინანსების ხრივ, სადაც შეერთებული შტატები ყველაზე დიდი დონორი იყო. ორივე ფაქტობრივად შეჩერებულია. ამიტომ სომალი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს წყარო ისევ ამოქმედდეს. და რეალურად დაბრუნდეს ბატონ ტრამპის კეთილგანწყობაში. მაგრამ ვიტყოდი, რომ ჯერ ძალიან ადრეა და ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები ახლა თითქოს სხვა გზაზე დგას სომალთან მიმართებაში. თუ რამეა, ეს უფრო სასოწარკვეთის გამოხატულება ულებაა, რომელიც დიპლომატიად არის გადაქცეული. კარგი, გეტყვით, რომ სულ გასულ კვირას აშშ-ის საელჩემ სომალიში ყურადღება გაამახვილა და დაგმო რამდენიმე სომალელი ჯარისკაცი, რომლებიც ფორმაში იყვნენ და ამერიკის დროშას ფეხს ადგამდნენ და შეურაცხყოფდნენ. ეხლა უნდა გადახედოს თუ არა აშშ-მ თავის ურთიერთობებს სომალის სამხედროებთან, თუ ეს ადამიანები მართლაც ჯარისკაცები არიან, რაც ამ მომენტისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ასე რომ სინამდვილეში ასე იყო და რაც შეეხება სომალის თავდაცვის სამინისტროს, მან ფაქტობრივად სცადა ზიანის კონტროლი. და განაცხადა, რომ 4 ჯარისკაცი დააპატიმრა, მას შემდეგ ეს დადასტურდა, მათგან 2 სინამდვილეში არასრულწლოვანია, დაახლოებით 15 ან 16 წლის. ეს უკვე სულ სხვა თემაა, რომელშიც ახლა არ შევად. ასე რომ, რამდენიმე რამ ხდება. შეერთებულმა შტატებმა სომალისთან მიმართებაში საელჩე დააქვეითა. ანუ ფაქტობრივად არც კი დაუნიშნავს ელჩი და მხოლოდ დროებითი რწმუნებული ხავს. ამიტომ ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როცა ჰილარი კლინტონი და ბაიდენის ადმინისტრაცია იყვნენ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ. ბატონმა ტრამპმა, იცით, საბედნიეროდ დაინახა, რომ სომალის საქმე საკმაოდ უიმედოა. და რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა გადასახახატის გადამხდელების ფულით არ იყო მდგრადი. ეხლა ის ინციდენტი, როცა ჯარისკაცები აშშ-ს დროშაზე დააბიჯედნენ, დროშაზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა აშშ-მ გამოაცხადა, რომ აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიის დაფინანსებას წყვეტს. დაახლოებით 12,000 უცხოელი ჯარისკაცი ეთიოპიიდან, უგანდიდან, ბურუნდიდან განთავსებულია მოგადიშუში და სომალის სხვადასხვა ნაწილში. რათა ალ-შაბაბმა ქვეყანა არ დაიპყროს. და როგორც კი ეს ამბავი საჯარო გახდა, რეაქცია იყო სწორედ ის ქმედება, როცა აშშ-ის დროშაზე ფეხით გადავლეს. მაშასე, მომავალში როცა საქმე ეხება იმას, თუ რას ელოდება სომალილენდი შეერთებული შტატებისგან, სომალილენდი დათანხმდება რაიმე მნიშვნელოვან ამერიკულ უსაფრთხოების პარტნიორობას ოფიციალური აღიარების გარეშე. თუ ეხლა აღიარებაა მინიმალური მოთხოვნა ნებისმიერი ესეთ თავდაცვითი კავშირისათვის. ეს დამოკიდებულია. და კიდევ ერთხელ ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რადგან ისრაელმა ფაქტობრივად გაზარდა მოთხოვნები, ხო ასე? ეხლა, როცა სომალილენდი აღიარებულია გაეროს წევრი ქვეყნის მიერ და ეს არის სრული დიპლომატიური აღიარება, ცხადია ეს ცვლის ვითარებას. ეხლა, შეერთებული შტატები გარკვეულ საკითხებზე სომალილენდთან თანამშრომლობს.
მათ ძალიან მაღალი დონის ვიზიტები ჰქონდათ. მაგალითად, აფრიკომის ყოფილი და ახლად დანიშნული მეთაურები ორივემ მოინახულა სომალილენდი. და ერთ-ერთი თემა, რომელიც ხშირად გაჟღერდა სიახლეებში, არის ბერბერას ბაზა, რომელიც ემირატებისთვის იქნა იჯარით გაცემული. ეხლა ეს ბაზა გადის მასშტაბურ ტრანსფორმაციას, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით. აშშ-მაც კი დასვა უზარმაზარი სამხედრო თვითმფრინავები, ზოგი ამბობდა, რომ ისინი ასაფრენი ბილიკის ტესტირებას ატარებდნენ. ამ საკითხების დიდი ნაწილი ცხადია საჯარო არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ ფოტოებს. ამიტომ ჯერ კიდევ უცნობია თუ როდის იტყვის სომალილენდი, კარგი, ჩვენ შევდივართ გარკვეულ პარტნიორობაში შეერთებულ შტატებთან. და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ჰუსიტები ახლა იმუქრებიან ბაბ ელ მანდების ჩაგერვით. რაც ფაქტობრივად გლობალური ვაჭრობის დიდ პროცენტს აჩერებს. ასე რომ, ეს საინტერესო კითხვაა და მართლა ძალიან მაინტერესებს, როგორ უყურებს ამას მთავრობა. საზოგადოებისთვის ვფიქრობ, ამის მიღება ცოტა რთული იქნება. კიდევ ერთხელ, რადგან იცით, რომ სომალილენდი ახლა აღიარებული ქვეყანაა და პირველი, რასაც ისინი იკითხავენ, იქნება, რას ვიღებთ ჩვენ სანაცვლოდ, თუ ვიღებთ უსაფრთხოების პარტნიორობას, რომელიც უფრო მეტად აშშ-ს სარგებელს აძლევს, ვიდრე სომალილენდს. ასე რომ, ნახოთ, როგორ განვითარდება ეს. რა თქმა უნდა, ვნახავთ საიდ იბრაჰიმი, სომალილენდის ქრონიკის რედაქტორი. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან i24 News English-ზე. ჩვენ მაბასეთამს. ვჩებით აფრიკის ხაზზე, სადაც სომალური მეკობრეობა, როგორც ჩანს, კვლავ ბრუნდება. 7 ჭუმიტანილმა მეკობრემ გავრცელებული ინფორმაციით ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ასანა ჩაიგდეს ხელში. მას შემდეგ რაც ის იემენის მუკალას პორტიდან გავიდა. შემდეგ კი ადენის ყურე გადაკვეთა და პორტლენდს მიაშურა. სავარაუდოდ ხომალდი ეხლა სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბარის რეგიონში, კალულას მახლობლადაა დაკავებული. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი ეკიპაჟის წევრია ბორტზე, რა ეროვნების არიან ისინი ან თუ ვინმე დაშავდა.